ვესტუმრე გასულ კვირას ერთ-ერთ პროფესიულ სასწავლებელს. ვესტუმრე თუ? ვესტუმრე თუ შენ მე არ ვესტუმრე და ისე მაინტერესებს. შენი გამოცდილება მე იქ ვნახე ახალგაზრდები და ახალგაზრდები არა ხოლმე თქვა 16-17 წლის, არამედ 25-30 წლის. ახალგაზრდები, რომლებიც ეუფლებიან პროფესიებს, ოღონდ როგორ გითხრათ, ძალიან დიდი მონდომებით, ძალიან დიდი мотивაციით და პრინციპში ბევრი რამე გამიკვირდა. და ბევრ რამეს არ ველოდი. ჩვენ სულ საუბრობთ ხოლმე ჩვენი გადაცემის საშუალებითაც, მოკლედ უმუშევრობა და სამუშაო ადგილების დეფიციტი არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა. ეს ყველამ კარგად იცის, თუმცა ამ პრობლემას აქვს მეორე მხარე, როგორც ყველაფერს. ის რომ თქვათ, საერთაშორისო დონის ძალიან წარმატებული და მაღალი კლასის კომპანიები, ვინც ახორციელებენ გარკვეულ სამუშაოებს თუ აქვთ ბიზნეს ინტერესები საქართველოში, მათ აქვთ პროფესიონალი კადრების დეფიციტი. ამჯერად მაქვს საუბარი თქვათ აი სამშენებლო, ეს ტექნიკური სახის პროფესიებზე. და აი ამ პროფსასწავლებლებში ეს კომპანიები ახორციელებენ თავად საკმაოდ დიდ ინვესტიციებს იმისათვის, რომ ამ სასწავლებლებმა მოამზადონ მათთვის ეს კადრები და შემდეგში, რა თქმა უნდა, ეს პროფესიონალი კადრები რჩება ისევ ჩვენს ქვეყანაში და როგორც ჩანს, ასევე გარანტირებული სამუშაო აქვთ უკვე, რადგან მათთვის ამზადებენ ამ კადრებს. სასწავლებლებს აქვთ მუდმივი კონტაქტი დამსაქმებლებთან, კერძო კომპანიებთან და მე მთავარი კითხვა რაც მქონდა იყო ის, თქვათ, ბაზარზე არსებობს სხვა პროფესიონალების ხო, თქვათ, სხვა მუშახელი და არსებობს ეს პროფსასწავლებლის გამოზრდილი კადრი და საკმაოდ დიდი სხვაობაა ანაზღაურებაშიც, ასე ვთქვათ და საკმაოდ უფრო მაღალია გარანტიები სამუშაოს პოვნის და ამით იმის თქმა მინდა, რომ ვიმეორებ ისევ ჩემს და არა მხოლოდ ჩემს ნათქვამს, რომ უმაღლესი განათლების პრობლემები, რაზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ დაბალანსდეს აი ამ პროფესიული განათლებით. არ არის აუცილებელი ყველას ქონდეს უმაღლესი განათლება, იმიტომ რომ შემთხვევაში ვიყენებენ ხოლმე დაუშვათ ამ ტიპოს არსებობს და ურჩევ და ისე მიდია მე დაუშვათ სხვა საქმიანობით დასაკავებლად. მაგარი ხალხი ნახე რომ ძალიან ბევრი აპირებს თქვა თვითონ მე დამოუკიდებლა თავისი ბიზნესის დაწყებას. სხვაჯერ რასაკსაც შეეხება მე ვნახე სრულიად ახალგაზრდების და საკმაოდ ასაკოვანი ადამიანების, რომლებიც კერვას რომელი დაეუფლეთ, კერვას საკრავად. კერვას მე დავეუფლე კიდე ამ დავიხრიტე თითები. მე მაგალითად მე სხვათა შორის შედუღება ვცადე და საკმაოდ ძნელი ყოფილა ვცადე. რა თქმა უნდა, ვცადე ასევე სატვირთო ტრაქტორის, არ ვიცი ზუსტად როგორ ქვია, მართვის შესწავლა და მოკლედ მე გავიცანი იქ ახალგაზრდები, მაგალითად ძრავის მანქანის ძრავის სპეციალისტი მომავალი, რომელიც იყო ესეთი ანთებული თავისი პროფესიის სიყვარულით და მოკლედ ამ ყველაფერს რეკლამის შემდეგ ნახავთ ჩვენ მე და ძიმას და ჩვენი კონკურენცია გამიშთა გვაცასთან ეხლა შინაგანი. აი ნახოთ რომ მე კიდე პირიქით გულშემატკივრობ და ერთი სულ მაქვს ნახავთ თქვენს გადაღებულ ვიდეოს ეს რეკლამის. ავიდა. როგორ უნდა ჩავაბაროთ პროფსასწავლებელში? რამდენი ასეთი დაწესებულება არსებობს საქართველოში და რომელ პროფესიებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა ბაზარზე? ბავშვობიდან მაინტერესებდა ხოლმე და რაღაც თავიდან მე გავარკვიე რომ იყო ისეთ რაღაც სასწავლებელი და მოვედი და ჩავაბარე. აუბრუნდით პირდაპირ ეთერში და მე პირადად ერთი სული მაქვს, როდის ნახავ თქვენს პროფესიულებლებში მოგზაურობას და გამოცდილებას. ჩვენი თემა მიუძღვენით პროფესიულ განათლებას საქართველოში და მე პირადად გავიმეორებ, რომ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი იმ გეგმებით პირველ რიგში და იმ სასწავლო პროცესით, რაც დამხვდა ერთ-ერთ ასეთ სასწავლებელში და დიმიტრი მოინახულა მეორე პროფესიული მე სადაც ვიყავი თქვენ ძალიან მოგეწონებათ, იმიტომ რომ იქ მაგარ კაბელს და რაღაც ეგეთებსაც კერავენ. და არის გამოფენაზე გასატანი და ასე შემდეგ. ჯობია ნახოთ, ხო? თან არის ხელით გაკეთებული ყველაფერი და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ზოგადად თვითონ იმ ადამიანებისთვის. და რამდენიმე პროფესიას რო ეუფლებიან, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი ნახოთ.
საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომის ქონა სრულიადაც არ ნიშნავს იმის გარანტიას, რომ შენ გექნება შენთვის სასურველი სამსახური, გარანტირებული, მაღალანაზღაურებადი, რომლითაც კარგად იცხოვრებ შენს და შენი ოჯახიც. მაგრამ შეგიძლია მიიღო პროფესიული განათლება პროფესიულ კოლეჯში, რომელიც გაინტერესებს, რომელიც არის პრაქტიკაზე ორიენტირებული და რომელიც იმაზე უფრო მაღალანაზღაურებადი შეიძლება იყოს, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. დღეს ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ, ვინ და რატომ ირჩევს პროფესიულ სასწავლებლებს. ასევე, რა ტიპის პროფესიონალებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა ბაზარზე და შესაძლებელია თუ არა საქართველოში ამ პროფესიების შესწავლა. საზოგადოებრივი კოლეჯის სპექტრის ხელმძღვანელს მათე ტაკიძეს ვესაუბრებით. მოგესალმებით, ბატონო მათე. პირველ რიგში მაინტერესებს, როგორი არის მოხვედრის მექანიზმი ამ პროფესიულ სასწავლებლებში ზოგადად თქვენთან და საერთოდ. თავარი არის ბენეფიციარმა გააკეთოს განაცხადი, დარეგისტრირდეს როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე შეუძლია მოვიდეს ჩვენთან ან ნებისმიერ რესურს ცენტრში, შესაბამისად, მხოლოდ პირადობის მოწმობა და სკოლის დამთავრების ატესტატი წარმოადგენს. რამდენი კლასის? მესხე კლასიდან შეიძლება როგორც 9 კლასის, ესევე ზოგადი საშუალო განათლების ატესტატი, გარდა ამისა, შემდგომ ტარდება ტესტირება და ტესტირების შემდგომ ირიცხებიან სასწავლებელში და მათი განათლება არის უფასო. თქვენი სასწავლებელი დაახლოებით რამდენ მოსწავლეს ემსახურებს? შეგვიძლია ერთდროულად მივიღოს 1000 სტუდენტი, გვაქვს 28 მიმართულება. წამყვანი სპეციალობები რომ დაგვისახელოთ, თქვენთან რაც ისწავლება? მინდა ვთქვა, რომ კოლეჯი ამზადებს, ჩვენ ვართ საინჟინრო ტექნოლოგიური მიმართულების კოლეჯი, შესაბამისად ჩვენს კოლეჯში არის ძალიან ბევრი მიმართულება, რაც შეეხება სამშენებლო საინჟინრო მიმართულებებს. ერთი რამ მინდა გითხოთ, თქვათ აი ბაზარზე არსებული, თქვათ იგივე ამ სფეროში მუშახელი ხელოსნების სპეციალისტები, რომლებიც არსებობენ და აი ამ სასწავლებლის გამოშვებული კადრია, ასე ვთქვათ. ანაზღაურების თვალსაზრისით განსხვავდება? მე შემიძლია თქვენს გადაამოწმოთ ჩვენს დამსაქმებლებთან, ჩვენ აქვს 200-ზე მეტი პარტნიორი კომპანია, ეს არის ძალიან წარმატებული კომპანიები, როგორც საშუალო ესევე მსხვილი ბიზნეს პარტნიორები, საშუალო ხელფასი, როდესაც ჩვენთან ამთავრებს სტუდენტი საქმდება რომელიმე კომპანიაში, საწყის ხელფასი, როდესაც მას კონტრაქტი გაუფორმდება, იწყება 600 ლარიდან და შეიძლება ჩვენი კურსდამთავრებული საშუალო ხელფასი ადიოდეს 2000-2500 გააჩნია პროფესიებს. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც დასაქმების სერიოზული პრობლემაა. სტატისტიკას ხომ არ აწარმოებთ, თქვათ კურსდამთავრებულები და რამდენი საქმდება? მე გეტყვით, რომ ჩვენი სტატისტიკა, ჩვენი შიდა კვლევები და არა მხოლოდ ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებს ძალიან კარგი სტატისტიკა დაიდო ბოლო პერიოდში, ჩვენი მაჩვენებელი დაახლოებით გახლავთ 70-75%, ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კონტაქტი, ჩვენ როდესაც კურსდამთავრებული ამთავრებს სასწავლებელს და მიდის, ყოველ 6 თვეში ერთხელ ხდება გადამოწმება. კიდევ ერთი შეკითხვა, თქვენი დაკვირვებით, დაახლოებით რამდენი არის სტუდენტი ამ პროფსასწავლებელში, რომელმაც სცადა უმაღლესი განათლების მიღება, თქვათ ისწავლა რაღაც პერიოდი და შემდეგ მაინც არჩია რომ დაუფლებოდა პროფესიას. მე გეტყვით, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი მოდის, ამას თავისი მიზეზები და ახსნა აქვს. აკადემიურ განათლებაში თქვენ მოგეხსენებათ, ამ და გახდეს ბაკალავრი, ამ და გახდეს მაგისტრი, ამას სჭირდება გაარკვევლოთ 4 წელიწადი ან 5 წელიწადი. და თანხა, რომელიც ღირს რა გარკვეულ. თუნდაც თანხის ღირებულება, მაგრამ ყველაზე მთავარი პრინციპი, პროფესიული განათლება გახლავთ პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა. როცა ჩვენთან მოდის ადამიანი უმაღლესი სისტემიდან, მას ხდება აქ ლაბორატორიები, ხდება კომპანიები, სადაც მათ აქვს საშუალება სრულად გაირონ საწარმოო და სასწავლო პრაქტიკა. ეხლა ჩვენ აუდიტორიებს დავათვალიერებთ, აქ არის დურგალი, მღებავი, აქ არის სურსათის მიმართულებაზე გახლავდება აუდიტორია ორიენტირებული, სურსათის უნებლობა. აქ არის მეფილე მომპირკეთებელი და გახლავთ ძიმე ტექნიკის ოპერაცია. ძიმე ტექნიკის მართვა. ნახოთ. გამარჯობა. აი როგორი პროცესი მიდის სწავლების. არ შეგიშლით სწავლაში ხელს და თან გითხარით, რატო გადაწყვეტეთ მაინც და მაინც ეს პროფესია რომ აგერჩინოთ? ნუ ერთ-ერთი ჩემთვის სასურველი პროფესია ეს აი ტექნიკა მიყვარს და ამ სკოლისთვის გადავწყვიტე რომ ჩემი ეს მონდომება ვაქციო რეალური და ფერი კარგად არის აქ და გაქვთ იმედი რომ დასაქმდებით იმაზე უფრო მაღალი ანაზღაურებით ვიდრე თქვა სხვა ბაზარზე არსებული კადრები. ნამდვილად კი მაქვს იმედი რომ
სტუდენტი როდესაც ამთავრებს, დავალებას უძახებულობს და ასრულებს, ბოლოსში გამოდის ინფორმაცია, რამდენად კარგად გააკეთა, ქულა ეწერება, შენიშვნები იწერება და ასე შემდგომ. შეგიძლიათ მოშინჯოთ თქვენ თუ გაინტერესებთ. შემოვნებით. ეს არის გაზი? ეს. ეს არის ნეიტრალი სიხარეები, რაც იყო წავიდეს ეფექტში მივდივარ წინ? მივდივარ. ჩემი ძიმე ტექნიკით გადავაგრძელდები. ამიტომ მელავნავია რა? ამითი რა შვები? ამით ციფრის პოზიციებია დავლებაცება. თვითონ რა ქვია იმას? ციცხვი. მთელი ბავშვობა რომ მეუბნებოდნენ თვალები და ხუჭი არ შეხედაო, ეს ის არის, ხო? ესე იგი, აქ ისწავლება შედუღების ტექნოლოგია, ასე ვთქვათ. ხო, ბევრი სტუდენტი ყავს ამ სპეციალობას? 15 სტუდენტი, ამ წუთის ის არის 15 სტუდენტი. და ველოდებით შემდეგ ნაკადს. მე ვიქნები მე-16. ჩემი მიკროფონი. ძალიან რთული ყოფილა. ძალიან. სმენიათ ხო იმის შესახებ, რომ ეს ხელოსნები ცოტა ზოგი აფერისტია, ზოგი ისა. აფერისტია ზოგი და აკლებაზე ფიქრო ზოგი ასე, მაგრამ რავი, ყველა ის იგივე ერთ სახეზეა, მაგრამ გააჩნია ადამიანს რა. თქვენ როგორი ხელოსანი იქნებით, როგორ ფიქრობთ? ჯერ წარმატებებს თუ მივახციე, ნახოთ რა. მე შეიძლება რაღაც ისეთი განსაკუთრებული მანქანა აწყოთ თქვენთვის და შეიძლება განსაკუთრებული მანქანა თავაწყოთ, შეიძლება არა განსაკუთრებული, მაგრამ ხო ავაწყოთ, ჩვენი ხელით ავაწყოთ, ჩვენი ნაშრომი მიიქნება და ასე რომ. მოკლედ, აი ამ ახალგაზრდა ბიჭთან თუ მოხვდებით მომავალში, თქვენი შესაკეთებელი ძრავით იცოდეთ, რომ კარგი პროფესიული განათლება აქვს მიღებული. სულ იმაზეა საუბარი, რომ სურსათის უნებლობის საქმეში არ არის საკმარისი რაოდენობით ინსპექტორები, ვერ ხდება სრულად კონტროლი და ასე შემდეგ. არ ვიცი, ალბათ იმ მიზეზების გამო, რომ არ არის ბევრი პროფესიონალი. რა მეთოდიკით ხდება სწავლა? ანუ აქ არის გათვალისწინებული ალბათ, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სტანდარტები, რაც დღეს არის და ყველაფერი, ხო? ძირითადი მეთოდი ეს არის თეორიული სწავლების შერწყმა პრაქტიკულ მეცადინეობასთან. ისინი ყოველდღიურად ჯერ თეორიულ საკითხებს სწავლობენ, ანუ მეთოდს, რა მეთოდითაც უნდა ჩაატარონ ანალიზი და შემდეგ ამას პრაქტიკაში აკეთებენ. სტუდენტებს რომ მკითხო, ანუ როდესაც ჩაამთავრებთ ამ კურსს, რა ზუსტად როგორ ქვია თქვენ სპეციალობას? ანუ რა იქნებით, ასე ვთქვათ? სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტები. ახლა უნდა გაგაცნოთ ნათია ლუკავა, რომელიც უკვე დასაქმებულია ამ კოლეჯში, მანამდე იყო კოლეჯის სტუდენტი. ნათია, მოდი მოგვიყევი ისტორია თავიდან. შენ ხარ ლაგოდეხიდან, როგორც ვიცი. ლაგოდეხიდან ვარ. 13 წელს დავამთავრე სწავლა, მე ერთი წელი საერთოდ არაფერს ვერ ვაკეთებდი, იმიტომ რომ ვერც ჩავირიცხე, არც ინტერნეტით შეიძლებოდა, რო კომპიუტერით მაინც მესწავლა. პატარა ვისწავლე სამთვიანი კურსები გავიარე, სხვა ინტერნეტი ვისწავლე, ოფისე პროგრამები. ჩავირიცხე, დავრეგისტრირდი აქ და რა ისწავლეთ? ბუღალტერიის ფაკულტეტი დავამთავრე. მაშასე, ჩვენ ახლა ვიმყოფებით საზოგადოებრივ კოლეჯში მერმისი, სადაც არის მართლა ძალიან მაგარი სიტუაცია. რასაც პირადად მე მოვესწარი და თქვენს დაგათვალიერებინებთ ყველაფერს. ახლა ვიმყოფებით იქ, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ კულინარიას. მოგეხსენება თუ რაოდენ უთხოვნადი პროფესიაა. და ახლა ჩვენ მათ გავესაუბრებით. ყველა ერთნაირად ჩასმული, ყველა გულმოდგინეთ რაღაცას აკეთებს და როგორ მიმდინარეობს პროცესი და სწავლება, ამაზე ვისაუბრებთ ახლა ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად. დასწავლებ ყველაფერს, ჩვენ გავაკეთე გემრიელი და მე ვაკეთებთ სპაგეტის, ტეტელები. ახმარება ხوار გინდა? კი. თუ გინდა შემოგვერდით და დაგვიჭერთ პამიდორი. კარგი, მე რეკომ კი მასალა პამიდორის დაჭრა, კიდე რაღაცეები, მაგრამ ნახავ ახლა. სასწავლო გარემო მშვენიერი და რასაც ვასწავლიან მაქსიმუმს ვცდილობთ რომ ვისწავლოთ და შევისწავლოთ ყველაფერი კარგად. და რეჟიმი როგორია? ყოველდღე არის გაკეთებული? ყოველდღე ორ-შაბათს, სამ-შაბათს, ოთხ-შაბათი გვაქვს პრაქტიკული და ხუთ-შაბათი პარასკევი გვაქვს თეორიული. ანუ თეორიული ცოდნას ვიწევთ რა რას უხდება, რა რასთან მიდის, სუნელების შეთავსება, ასე შემდეგ და დანარჩენი მე უკვე
ოშაბათ სამშაბათო შაბათს ვდით ამ ყველაფერს მე. ვინოც ალბათ, ხო, რომელი რას ხავის თავად. აი ამ სპაგეტის ეხლა რა მოუხდებოდა? სპაგეტის მოუხდებოდა თეთრი ღვინო ჩემი აზრით. შრალი, ახიროთ შრალი. და რა მაინტერესებს, სურვილი საიდან გაგიჩნდათ? აი თავი. სურვილი ნუ ეხლა ბავშვობიდან მაინტერესებდა ხოლმე და რაღაც თავიდან მე გავარკვიე რომ იყო ესეთ რაღაც სასწავლებელი და მოვედი და ჩავაბარე. ნუ მართალია ბევრი ხალხი იყო, მაგრამ მოხვდით რა, ვის ჩავაბარეთ გამოცდების საშუალებით მოხვდით. ახლა კი მყოფებით იქ, სადაც ამზადებენ მინანქარს. აი თავად ხედავთ ნაკეთობებს, რომლებიც მომზადეს ახალგაზრდებმა, რომლებიც ახლა აქ იმყოფებიან. დავიწყეთ ნოემბრის 2-ში, დავიწყეთ და აგერ სწავლობთ 6 თვიანია ჩვენი სწავლა და მალე ვამთავრებთ. დიდი სიამოვნებით მოვდივართ, მუშაობთ, ძალიან მოგწონს ჩვენი მომავალი პროფესია. როგორ გადაწყვიტეთ და როგორ მოხვდით აქ? გავიგე, რომ არის ასეთი კოლეჯი. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ჩემი პროფესია მაქვს. ვარ მასწავლებელი, მაგრამ დამაინტერესა, ახლოს ვარ ხელოვნებასთან, მესმის ხატვა და მომეწონა. კვლავ მერმისში ვიყოფებით და აქ ეუფლებიან კიდევ ერთ პროფესიას, ელექტრიკოსის პროფესიას. ახალგაზრდები აქ არიან და თანამედროვე აპარატურა აქვთ, რომელსაც ჩვენ ახლა ვნახავთ, დემონსტრირებას მოვახდენთ, თუ რა ხდება რეალურად აქ. ჩვენი სწავლება არის წელიწადი და 7 თვე. ანუ წელიწადი და 7 თვეში შედის კიდე ორი თვე პრაქტიკა. დიახ, რის შედეგად ჩვენ დავეუფლებით უკვე პროფესიას და შევძლებთ მუშაობას ნებისმიერ ორგანიზაციაში, როგორც იქნება, თქვათ, კორპუსების მონტაჟი, აგრეთვე ქარხნები. არის მაღალი დონე და ვამსხვრევთ მით როგორიც არის უმაღლესებში, მაგალითად მე უმაღლესში ნასწავლი ვარ, მაგრამ აქ როგორც ვეუფლები მე ამა თუ იმ, თქვათ, პრაქტიკას, იქ მე ვერ დავეუფლე. ჩვენ ახლა ვესაუბრებით მერის, რომელიც ასევე მერმისში სწავლობს და ეუფლება ოფის მენეჯერის პროფესიას, როგორც ვთქვით, მე როგორ ვთქვით შენობაში. კოლეჯი თავს გრძნობ უსაფრთხოდ დაცულად, რადგან კოლეჯში არის ფიზიკური ადაპტირებული გარემო, კედლებზე არის მოაჯირი, არის სენსორული ბილიკი, რომელიც მეხმარება გადაადგილებაში. ამდენი ხანია სწავლობ და როგორ გადაწყვიტეთ საერთოდ აქ მოსვლა? სკოლაში დავდიოდი, სკოლაში მომიტანეს ბუკლეტი, გადავხედე და მომეწონა და მოვედი და დავრეგისტრირდი. აი ეს მართლა პირველად ხდება ახლა ჩვენ ცხოვრებაში. ეს არის თანამედროვე მომიხანა, რომელსაც სიჩქარის არეგულირებელი, ასე რომ შეგეშინდეთ, დიახ. მე არაფერს არ მეშინე, ხელს მაინც არ შევყობ შიგნით. ეს რა არის? ყველაზე ეს არის სარღვევი, თუ რამე შეგვეშალა. აი სარღვევი კი, დავარღვევ, რასაც გნებავთ ყველაფერს. შეგერვით რა მოგახსენე? აი თქვა რა შემიძლია ახლა დავაკეთო. აი პირველი გაკვეთილი თქვა მოვედი მე დავრეგისტრირდი, ჩავაბარე, მოხვდი აქ და მოვედი. რითი ვიწყებთ? მუშა მექანიზმების საკერავი მანქანის უნდა ვისწავლოთ ძაფით გამართვა და მე ვიწვევთ უკვე მანქანის მართვას. პირველი სისთვის არა, ცოტა დაიხუჭა, რაღაცები დაემართა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი მადლობა ამ ძალიან შტაბ-შტაბები დატრთულები ვარ და მოვედით ახლა განათლების სამინისტროში. კეთილ. მაინტერესებს რამდენია ასეთი ანალოგიური სასწავლებელი ქვეყნის მასშტაბით? პროფესიული სასწავლებელი გეტყვით ახლა სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელი ქვეყნის მასშტაბით გვაქვს 20, აქედან 18 მოქმედია და რეგისტრაციაში იღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ უნივერსიტეტებიც. 28,000 სხვადასხვა პროფესიის ადამიანია გამოშვებული. მათ შემდგომ ბედით თუ ინტერესდებით და დასაქმებაზე ხო არ შეგიძლიათ ინფორმაცია მოგონოთ?
მათი შემდგომი დასაქმებით ვინტერესდებით ძალიან. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ევროკავშირის დახმარებით დაიწყო კურსდამთავრებულთა კვლევა, ესე ვქვია და ვაკეთებთ ყოველ წელს 2013 წლიდან მოყოლებული, სწორედ იმიტომ, რომ ნახოთ, რომელი პროფესიებით საქმდებიან, სად საქმდებიან, რამდენი პროცენტი საქმდება და მე ეს მონაცემები, რა თქმა უნდა, გვინდა გამოვიყენოთ პოლიტიკის მომავალი დაგეგმვის პროცესში. მერმიში ვიყავით, ნახეთ ის პროფესიები, რომლებიც ალბათ უფრო მოთხოვნადია, ხო? კულინარია, თექა თქვა, ეს ტენდენცია რა არის გამოგონილი? მზარეული არასოდეს არ რჩება ჩვენს ქვეყანაში დაუსაქმებელი და ალბათ ხვდებით რატომაც სამშენებლო მიმართულება, ტურიზმი, ტრანსპორტი, ეს ის მიმართულებებია, სადაც პროფესიული განათლების კურსდამთავრებულები კარგად საქმდებიან. კიდევ ერთი, რაც თვალში ვუხდა, არის ძალიან ბევრი შესაძლებლობის მქონე ადამიანი. ასეთ კოლეჯებში ეს რა ტენდენცია წამოვიდა, უფრო მოიმატა მათმა რიცხვმა, ვინც სურვილი აქვს, ვინც გამოვიდა გარეთ. ესეც სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია. ვფიქრობ, ჩვენ 2013 წლიდან აქტიურად ვახორციელებთ ინკლუზიური განათლების დანერგვას პროფესიულ განათლებაში. ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტრო გვეხმარება ამ კუთხით. და მინდა გითხრათ, რომ პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი გახდა ყველასათვის. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან მომეწონა ეს ყველაფერი და მომეწონა ის, რამდენადაც მე შევძელი დასკვნების გამოტანა, რომ ასაკი არ არის შეზღუდული. ანუ მე ახლად შემილია სულ სხვა პროფესიას დავეუფლო. თუ გაქვს დამთავრებული 9 კლასი, რაღაცა მინიმალურ შემოწმებას თუ ტესტს გადიხარ და რაც ყველაზე მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, პროფესიული სასწავლებლები არის უფასო. ანუ ჩვეულებრივი ამბავია. სახელმწიფო აფინანსებს მათ, გარდა იმისა, რომ 20 პროფესიული სასწავლებელი არსებობს და არა მხოლოდ თბილისში, არამედ საბედნიეროდ რეგიონებშიც არის. კიდევ თქვა ასეთი პროფესიული პროგრამები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებსაც აქვთ ესე გაბნეულად ასე. და ალბათ არ საჭიროებს 20 წლიან დაუშვათ სწავლებას, ხო, რაღაც რამდენიმე თვიანი აქვს წლიდან წელიწად ნახევრამდე და საკმაოდ მოკლე პერიოდში შეუძლები პროფესიას და ნებისმიერ დროს შეგიძლია რომ გააკეთო ეს და ზოგი პროფესია არის, რომელსაც დიდი ხანი ჭირდება უფრო, რა თქმა უნდა და კიდე არის ერთი რამ, რომ ხა იქ ყველაფერი ვერ ჩავტიეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ინფრასტრუქტურულად აი მიმდინარე რემონტი იყო, ასე ვთქვათ. და იდეალურად კეთდება ყველაფერი. დიდი ბიუჯეტი ჭირდება და კარგია რომ სახელმწიფო ამისთვის ფულს ხარჯავს. ამიტომ აუცილებელია დაუშვათ კვანცა მართა. სპექტრში, სადაც მე ვიყავი ამ საზოგადოებრივ კოლეჯში, იქაც რემონტია, იგეგმება სრული ადაპტირება შეშემოყირებისთვის. ოღონდ ეს ადაპტირება არ გულისხმობს მხოლოდ თქვათ პანდუს ან ამგვარ რაღაცებს, ეს ადაპტირება გულისხმობს ეზოს თლიანად შენობის მოწყობას კონტრასტული ფერებით, რომ თქვათ უსინათ მხედველობა დაქვეითებულ ადამიანებს შეეძლოთ ეზოში გადაადგილება, ასევე აშენებენ საერთო საცხოვრებელს იმავე ტერიტორიაზე, ასევე სასტუმროს აშენებენ იმ მოწვეული ლექტორებისთვის, ვინც მათ პროფესიას საზღვარგარეთიდან ჩამოდიან და პროფესიის, ასე ვთქვათ, გაღრმავებაში ეხმარებიან. მოკლედ დიდი გეგმები აქვთ და ყურადღება ნამდვილად აქ არის გაკეთებული მზობიარე ბილიკები, ანუ რომ მიდიხარ და ხო, ნუ მოკლედ ძალიან ის არის რა, ადაპტირებული როა ეს უმთავრესია. ეს მე მგონი ეს თემა მალე აღარ იქნება აქტუალური და მჯერა მინდა რომ ჯეროდეს რომ ესე იქნება და თვითონ მონდომებული კიდე აი ძალიან მონდომებულები არიან ახალგაზრდები. იქ ბევრს ვესაუბრეთ, ეხა არ ეტევა უბრალოდ ფიზიკურად ამ ყველაფერში და თვითონაც აპირებენ თავისი ბიზნესის დაწყებას ბევრი. იცით რა არის ტექნიკურ პროფესიებს რაც შეეხება სტანდარტები იმდანაც შეიცვალა, თქვათ თაობებთან ერთად აი ამ პროფესიების, რომ აუცილებელია მათთვისაც, ვინც თქვათ წლები 10 წლეულებია რაღაც პროფესიას ემსახურება, გარკვეული წინსვლა. ამიტომ ეს კადრები უფრო კონკურენტუნარიანები არიან, ვინც აი თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით იძენს პროფესიას, ასე რომ მოკლედ ჩვენ გაყოფილები ვართ ნამდვილად. მეც გაყოფილი ვარ. ყველა წარმატებები და ჩვენ გვჭირდება ყველაფერში ბევრი პროფესიონალი, ყველა სფეროში.